აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროსა და საზოგადოებრივ კოლეჯ სპექტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი პირების კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებზე უფასო სწავლება. ასევე მათი მხარდაჭერისთვის სხვადასხვა ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და საზოგადოებრივი კოლეჯ სპექტრის დირექტორმა მათე ტაკიძემ მოაწერეს ხელი. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ის პროფესიები, რაც აქ ისწავლება, არის მაღალანაზღაურებადი პროფესიები, რაც რა თქმა უნდა შესაძლებლობას მისცემს როგორც სტუდენტებს, ახალგაზრდებს, ისე სხვა ასაკის ჩვენ დევნილ მოქალაქეებს მიიღონ შესაბამისი კვალიფიკაცია და შესაბამისი სამსახური ანაზღაურება, რომელიც მათთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მეც ბედნიერი ვიქნები მათთან ერთად თუ ბევრი ადამიანი დასაქმდება ჩვენი ხელშეწყობით და მემორანდუმის შინაარსი სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ არა მარტო სწავლება, არამედ სწავლებასთან ერთად ხელშეწყობა, დასაქმება და უფრო მეტიც სხვადასხვა გამოფენებში, სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში ერთობლივად ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ჩვენ დევნილ მოქალაქეებს მათი პროფესიის, ცოდნის და დასაქმების განვითარება ხელშეწყობაში. ძალიან ბევრ რამეს ითვალისწინებს დევნილი ახალგაზრდებისთვის, უპირველესად ის როგორც გრძელვადიან, ესე მოკლებადიან პროგრამებზე მათი ჩარიცხვა, განათლების მიღება, შემდგომ შუამდგომლობა სხვადასხვა ბიზნესებთან, რათა წარმატებით იყოს დასაქმებული და გარდა ამისა ჩვენ მზადავართ, რომ რეგიონებიდან ახალგაზრდები, რომლებიც იქნებიან დევნილების წარმომადგენლები, დავაკმაყოფილოთ საერთო საცხოვრებლითაც. ჩვენ ვფიქრობთ ესევე, რომ დევნილთა სამინისტროსთან ერთად, ბატონ დავითთან ერთად რაღაც გარკვეული ტიპის პროგრამები გავაკეთოთ, რომელიც ითვალისწინებს რეგიონებში ჩასვლას, შეხვედრას დევნილ მოსახლეობასთან, მათ ინფორმირებას, მათ ჩართულობას, პროფესიულ განათლებას.